გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. პარციალო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობა. მივესალმებით ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით მინდა მოვეფეროს საინგილოში მცხოვრებ ჩვენს ქართველ თანამემამულეებს. გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საჩვილო სტროსყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ცხადია ეს ყველაფერი უფასოდ. აქვე გახსნიან და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. შესაბამისი კუთხე დაუდევლებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ კურნალობა. ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლეს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ექიმი ქალბატონი ეკა ბურდიაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ეკა. თქვენ ხშირად გიწევთ გამოსვლა ჩვენი ტელემაყურებლების წინაშე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ისევ და ისევ ეს აქტუალური თემა, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში დღესაც განშის საგანია, ეს არის ზამთრის პერიოდთან დაკავშირებული გრიპები. ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია და ჩვენ მოსახლეობასთან დღეს საუბარი უნდა გქონდეს იმასთან, რომ ეს სეზონური გრიპი, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა შეშფოთებულია, რომ მოსახლეობას აწუხებს ეს არსებული მდგომარეობა, რომ სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებში, ორგანიზაციებში ადამიანები უკვე ასე ვთქვათ შეშინებულები არიან, იმიტომ რომ შესაძლებელია იმ კონტაქტური ღაერთწვეთოვანი გზით ისინიც დაინფიცირდნენ. ამიტომ ჩვენ ვისაუბროთ ამ თემაზე, ხალხს გავაფრთხილოთ, რომ როგორ მოიქცნენ პრევენციული ზომები, როგორ გაატარონ და ყველაფერ ამასთან დაკავშირებით თუ კი რამე არსებობს, შეიძლება მივაწოდოთ ინფორმაცია, გისმენთ. რა თქმა უნდა. მოგესალმებით, მოგეხსენებათ, რომ 2016-17 წლის სეზონური გრიპის დაწყებიდან საქართველოს ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ერთად ახორციელებს მწვავე რესპირატორული ინფექციების, გრიპის და გრიპის მაგვარი სხვა დაავადების გავრცელების ინტენსივობაზე ზედამხედველობას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი 2016 წლის ოქტომბრის თვიდან, სადღაც მე-40 კვირიდან, კალენდარული კვირიდან 2017 წლის მე-20 კალენდარული კვირის ჩათვლით და ეს მოიცავს დაახლოებით ოქტომბერ-მარტის პერიოდს, გრიპისების ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალიტეტებს მოგვეწოდება გარკვეული ინფორმაცია ყოველკვირეულად სასოფლო საექიმო ამბულატორიებიდან და ჰოსპიტალსიდან, ადგილობრივი ჯეოჰოსპიტალსიდან პაციენტთა მომართვიანობის შესახებ და მათ შორის გრიპის და გრიპის მაგვარი ინფექციებით ავადობის რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია აქ ჯამდება, ხდება ანალიზი და შესაბამისად ფასდება ადგილზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია გრიპზე. მსგავსი მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით იგზავნება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სადაც აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე ხდება
უკვე ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაციის შეფასება და შემდგომად უკვე რეკომენდაციების გაცემა, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ სტატისტიკურად ცნობილია მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება, რომ სადღაც 100,000 როდის ცხადდება ახლა ეპიდემია ქვეყანაში. ქვეყანაში ეპიდემია ცხადდება 100,000 მოსახლეზე, როცა გრიპით და გრიპისმაგვარი ვირუსებით ინფიცირების რიცხვი აღწევს 500 შემთხვევას. ჩვენს ახლა ამ სეზონზე, ამ ეტაპზე გვაქვს დაახლოებით ეს შემთხვევათა რიცხვი 200-დან 300-მდე მერყეობს. აქედან უკვე ტელემაყურებლებს ნათლად შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ ვართ თუ არა ეპიდემიის ზღვარზე. არ არსებობს ამ ეტაპზე, სადღაც 51-52 კვირა, კალენდარული კვირა გრიპის ეპიცენტრ მხედველობის, არ არსებობს ეპიდაფეთქების საფრთხე, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამახვილებს ყურადღებას იმაზე და ითვალისწინებს იმას, რომ უკვე ამ ეტაპზე გამოვლენილია ლაბორატორიულად დადასტურებული ორი ტიპის ქვეტიპის ვირუსის ცირკულაცია გარემოში, ესენია AH3 და B ტიპის ვირუსები, რომლებიც განსაკუთრებულად მაღალი ავადობის სიხშირით და ჰოსპიტალიზაციის მაღალი ხარისხით ხასიათდებიან და განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის სკოლამდელ და სასკოლო ასაკში და ამიტომ მიზანშეწონილია შემდგომი რეკომენდაციების გატარება, რომელსაც ახლა მე გავაჟღერებ თქვენი ტელეეთერის საშუალებით. ეს რეკომენდაცია ძირითადად რადგან სწორედ ეს ვირუსები სკოლამდელ და სასკოლო ასაკში უფრო აქტუალურია და მაღალი ჰოსპიტალიზაციით ხასიათდება, ამიტომაც უფრო აქცენტი არის სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებზე. ასეთმა დაწესებულებებმა თუ გრიპით მოავადე ბავშვთა რიცხვი საერთო სკოლის კონტინგენტის 20%-ს აღემატება, ასეთ შემთხვევაში, ასეთ დაწესებულებაში სწავლა უნდა შეწყდეს მინიმუმ 3 დღით, რაც გათვლილია დაახლოებით საშუალო ინკუბაციურ პერიოდზე. ასევე დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას გრიპით და გრიპისმაგვარი ინფექციის სიმპტომების მქონე ბავშვი საგაკვეთილო პროცესზე და იმ შემთხვევაში თუ საგაკვეთილო პროცესის დროს დაფიქსირდება ამგვარი სიმპტომებით რომელიმე ბავშვი, აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს მისი იზოლაცია და არა მხოლოდ სასკოლო და სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში. ზოგადად ნებისმიერ ჩვენ მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა და ასეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოახდინოს თვითიზოლაცია, დარჩეს სახლში, რათა დაიცვას საკუთარი თავის და მისი გარშემო მყოფებიც. რეკომენდაციები ეხება ასევე ნებისმიერ დაწესებულებას, არა მხოლოდ სასკოლო ასაკის დაწესებულებას, ნებისმიერ დაწესებულებას უნდა მოხდეს გააქტიურება ხელისდაბანის ჰიგიენის, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა აღჭურვონ მსველი წერტილები თხევადი საპნით, გამდინარე წყლით და ისეთ დაწესებულებებში, სადაც რომლებიც ითვლებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებად და ხალხის ხშირი ტალღა აღინიშნება, ასეთებია სხვადასხვა ჰოსპიტალები, აფთიაქები, ბანკები და ოფისები აუცილებელია კი არა და მიზანშეწონილია, რომ მოეწყოს სპირტის შემცველი ხსნარებით ხელის დასამუშავებელი წერტილები, რომლებიც აუცილებლად განთავსებული უნდა იყოს ხალხისათვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილას. აი ეს არის ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც კომპეტენტური ორგანოებიდან მოგვეწოდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ, თუმცა მომავალში შესაძლოა ეს ამ რეკომენდაციებს დაემატოს გარკვეული მითითებები, ნაბიჯ მივყვებით ჩვენ ამ რეკომენდაციებს და ვალდებული ვართ, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ დაწესებულებამ შევასრულოთ აღნიშნული რეკომენდაციები. ახლა გასაგებია, ბატონო ეკადა, ერთია თქვენ აღნიშნეთ, რომ ჯერ ეპიდემიის სახე არ აქვს და ალბათ იმედია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაქსიმალურად შეაჩერონ მისი გავრცელება, მაგრამ მაინც იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასწავლო პროცესი შეწყვიტა თელავის მეხუთე საჯარო სკოლამ, თიანეთის 2 სკოლამ, თბილისის 1-1 სკოლამ. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მოსწავლეთა რაოდენობა დაინფიცირდა აღნიშნული ვირუსი. ამასთანავე ერთად მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ზამთრის პერიოდია, ჩვენ ხშირად ვისაუბრია ტელემაყურებლებთან, აქტიური პერიოდი გრიპის გავრცელების. მაგრამ
ისიც ვიცით რომ ვირუსი სიცივეში უჭირს არსებობა და რა ხდება გაციებიდან ხდება შემდგომში ნუ გაციებაც იგივე გრიპოს ვირუსებიდან გამომდინარეობს მაგრამ აქედან იწყება და შემცირება და შემდგომში ეს გრიპში გადადის თუ რა ხდება ეს ყველაფერი რომ რა ხდება მაინც და მაინც ეს პერიოდია ისეთი თან თქვენ იმასაც აღნიშნავთ რომ და საერთოდ სტატისტიკურად ასე არის რომ კიდევ შესაძლებელია მეორე და მესამე ტალღაც კი იყოს და აი ამასთან დაკავშირებით ვრცლად მინდა რომ ჩვენ ტელემაყურებელი ინფორმირებული იყოს. მოგახსენებთ პირველ რიგში მოგახსენებთ იმას რომ ჩვენს მუნიციპალური ტერიტორიაზე მსგავსი სასწავლო საგაკვეთილო პროცესის შეჩერების ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა. არ არის ის გაცდენა და მაგრამ გარკვეული რაოდენობა მაინც ავადდება. რა თქმა უნდა, მაგრამ არ აჭარბებს იმ ზღვარს და იმ სხურბს, რომელიც სასწავლო დაწესებულებას სასწავლო პროცესს შეუჩერებს. თუმცა მეორე კითხვა, რაც შეეხებოდა თქვენს მიერ დასმული კითხვა, შეეხებოდა გრიპის სეზონობას. მოგახსენებთ რომ გრიპი ზოგადად ნებისმიერ სეზონზე არსებობს გრიპის შემთხვევები, თუმცა ზაფხულში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ზამთარში უფრო აქტიური ხდება, ვინაიდან ვირუსი მზის სხივების ზემოქმედების შედეგად ზაფხულში უფრო ნაკლებად გამძლეა, ხოლო ზამთარში ყინვა პირიქით ვირუსს აძლიერებს, კი ბატონო, და აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ვირუსი ზოგადად ზამთარში მოგეხსენებათ რომ იმუნიტეტი, მოსახლეობის იმუნიტეტი გარკვეულწილად დაქვეითებულია და ამავე დროს შესაძლოა რომ უფრო მეტად გამოვლინდეს. ამავე დროს ვიტყვი იმასაც რომ ზამთარში უფრო სიმჭიდროვე მეტია, დახურული სივრცე მეტია და ეს უფრო მჭიდრო კონტაქტები უფრო აძლიერებს ვირუსის გადაცემის ფაქტორს. და იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში რომ წინასწარ პრევენციული ღონისძიებები თქვენ წეგან კი ხაზი გაუსვით, მაგრამ ხელების გამდინარე წყლით დაბანვთანაც მაქსიმალურად რომ რაც შეიძლება ხშირად გავაკეთოთ ეს პროცედურა. ამასთან დაკავშირებით ახლა ზამთრის პერიოდია და მოგეხსენებათ რომ გამყინვარება ავიღოთ ჩვენს პირობებში. რომ გამდინარე წყალია თუ სახში არის ყოველთვის იყინება უკვე და ჭირს განსაკუთრებით დაწესებულებებში. და აი როგორ შეიძლება ამის მოგა კი იქ ადგილობრივ ხელმძღვანელობამ იზრუნოს იმისათვის რომ ეს ყველაფერი უზრუნველყოს, მაგრამ კიდევ ამას გარდა რა შეიძლება კიდევ დამუშავება ვთქვათ ცხვირის ვთქვათ და აი როგორ შეიძლება. ანუ ჩვენ გვაინტერესებს ერთადერთი ის პრევენციული ღონისძიებები, რაც თავიდან აგვარიდებს გრიპს. პირველი და უმთავრესი პრევენციული ღონისძიება ეს არის ვაქცინაცია, რომელიც თავიდან აგვარიდებს გრიპით ინფიცირებას, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ყველა მოსახლეობის ყველაფერისთვის არ არის ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა. აქვე ვიტყვი იმასაც რომ ჩვენმა ზემდგომმა ორგანოებმა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იზრუნა ამის თაობაზე, მხოლოდ რისკ ჯგუფებისთვის შემოიტანა ვაქცინა 20,000 დოზა, რომელიც განკუთვნილი იყო ძირითადად რისკ ჯგუფებისთვის და ასეთ რისკ ჯგუფებად განისაზღვრა სწორედ მოხუცები, განისაზღვრა ექიმთა საექიმო პერსონალი, მედიცინის პერსონალი, განისაზღვრა დიალიზზე ყოფი პაციენტები, 18 წლამდე ასაკის ქრონიკულად მოავადე დიაბეტიკი პირები. და ფაქტიურად მოხდა გარკვეული იმუნური ფენის შექმნა ქვეყანაში, თუმცა ყველას არ მიუწვდება, როგორც მოგახსენეთ ხელი აღნიშნულ ვაქცინაზე, არსებობს ასევე კომერციული ვაქცინა, რომელიც ასევე შემოტანილია, ნებისმიერ მსურველს აქვს შეუძლია რომ შეისყიდოს იგი, თუმცა რადგან გამომდინარე იქიდან რომ ყველას არ მიუწვდება ხელი ამ ვაქცინაზე, ამიტომ შეუძლიათ ნებისმიერ მოქალაქეს დაიცვას ის ჰიგიენური პირობები, რომელზეც რეკომენდაცია გაიცემა, კერძოდ ხელების ჰიგიენა, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ოთახის ხშირი განიავება, ხველების და ცემინების ეტიკეტის დაცვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხველების და ცემინების დროს აუცილებელია ხელსაახოცის მიფარება, ან და თუნდაც იდაყვის მიფარება, ამით თავიდან ავიცილებთ ვირუსის გავრცელებას. ასევე სასურველია კვება იყოს ჯანსაღი,
ფიზიკურად ვიყოთ აქტიური და ასე შემდგომ, რომელიც თავიდან აგვაცილებს ვირუსის გავრცელებას და ყველაზე მთავარი, რაც უკვე ვისაუბრეთ წეგან, თუ ხართ ავად და აღენიშნება შემდეგი შემდგომი სიმპტომები, რომელიც ახასიათებს გრიპს, აუცილებლად უნდა ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დარჩეს სახლში, რათა არ გახდეს თავად ინფექციის წყარო და გამავრცელებელი ვირუსის. კანტონეგა, თქვენ აღნიშნეთ ამაგაში დაგეთანხმებით, რომ თვითონ ადამიანმა თვითონმა უნდა შეძლოს თავის მართვა, რომ თვითონაც არ დაინფიცირდეს და გარემო მყოფებსაც არ მიაყენოს რაიმე განსაკუთრებულად ის გადაცემა ვირუსის, რომელიც მისთვის უფრო ცუდი შედეგის მომტანი შეიძლება დადგეს. მაგრამ პირველივე შემთხვევაში, როდესაც ადამიანი შეატყობს, რომ მას აქვს ეს პრობლემები, მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს თუ არის ხოლმე რომ პირველი 2-3 დღე თვითონ სახლში იყოს შესძლების დაგვარად მან ხშირად თქვენ გაგიჟღერებიათ რომ უნდა მიიღოს სითხეები, უნდა განსაკუთრებულად მისი საძინებელი ან სადაც ის იყვება ის ოთახი განიავდეს, სხვადასხვა არსებობს ამის პროფილაქტიკური საშუალებები და რა დროს შეიძლება მიმართოს ექიმს და ამ გრიპებს საერთოდ როგორ შეიძლება რომ მას შევიცვლოთ მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, ან საერთოდ რა სიმპტომები აქვს ისეთი, რომლითაც თვითონ ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ რა გააკეთოს. კი ბატონო, მოგახსენებთ, რომ ზოგადად ადამიანის მიდგომა ინდივიდუალურია, ზოგს შეუძლია ზოგი თვლის, რომ იგი გარკვეულწილად თავად ჩაიტარებს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს, თუმცა გართულების შემთხვევაში გვიანღა მიმართავს ხოლმე ექიმს. ეს არასწორია, რა თქმა უნდა, თავიდანვე ყურადღება გასამახვილებელია და უნდა ჩააყენოს საქმის კურსში საკუთარი ოჯახის ექიმი ასეთ შემთხვევაში პაციენტმა და სწორედ ოჯახის ექიმმა უნდა ჩათვალოს მისთვის საჭიროდ გარკვეული მედიკამენტების დანიშვნა. ახლა რაც შეეხება თავად საინტერესოა მოსახლეობისთვის თავად დაავადების შესახებ ორიოდე სიტყვა ვთქვათ. გრიპი ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ზემო სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელსაც იწვევს გრიპის ვირუსი. არც თუ იშვიათად ხოლმე იგი მიეკუთვნება მწვავე რესპირატორული ინფექციების ჯგუფს და ამიტომაც ხშირად ხალხში არც თუ იშვიათად მას მიაწერენ ხოლმე რესპირატორულ ინფექციებს, თუმცა ეს არ არის სწორი. რესპირატორულ ინფექციას აქვს თავისი გამომწვევი ვირუსი, ხოლო გრიპს თავისი გამომწვევი ვირუსი, მათ შორის განსხვავება არის დაავადების მიმდინარეობაში და გამოსავლიანობაში. კერძოდ რა იგულისხმება ამაში? დაავადების მიმდინარეობა უფრო რთულია გრიპის შემთხვევაში, ვიდრე რესპირატორული დაავადების დროს და გამოსავალიც, რა თქმა უნდა, მწვავე რესპირატორული დაავადების დროს უფრო კეთილსაიმედოა და გრიპის შემთხვევაში ხშირად იგი გართულებით და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სავალალო ლეტალური შედეგით სრულდება ხოლმე გრიპი. და ამდენად ჩამოვთვლი ახლა იმ სიმპტომებს, რომელიც ახასიათებს თავად გრიპს. გრიპი ეს არის, გრიპი იწყება უეცარი შემცირებით, სახსრების, სხეულის, თავის ტკივილის შეიძლება იყოს, მაშინვე მოდის ესევე იგი მაღალი 40-მდე ტემპერატურა და შემდგომ მოდის უკვე გრიპის შემთხვევაში ყელის ტკივილი, ხველა, შეიძლება გამოხატული იყოს უფრო გართულების მომენტში ღებინება და ფაღარათიც კი. თუმცა რესპირატორული ინფექციების დროს თავიდან იწყება რესპირატორული ინფექციები, უფრო ყელის ტკივილით, ხველებით და შემდგომ მოდის ის სიმპტომები, სიცხიანობის ტალღა და ის სიმპტომები, რომელიც გრიპს ახასიათებს. ისე რომ პრინციპში მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თქვათ გრიპით ინფიცირებულია თუ აუცილებლად გამოსაჩენია ყურადღება მოსახლეობის მხრიდან მაღალი ტემპერატურის ხველის, გახანგრძლივებული ხველის 4-5 დღიანი ხველის დროს აუცილებელია მანამდეც, თუმცა თუ მანამდე არ მიაკითხეს ექიმს, აუცილებლად უნდა საკუთარ ექიმს მიაკითხონ და აღმოუჩინოს პირადმა ექიმმა, ოჯახის ექიმმა მას დახმარება და დანიშნულება შესაბამისი. გამოდაგა ჩვენმა მოსახლეობამ იცის მრავალი გრიპის სახეობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აგრესიული როგორც იყო ქათმის გრიპი, ყორის გრიპი, სხვადასხვა ისინი და ეს არსებული ახლა, რომელიც საზოგადოებაში გავრცელებული, რა ტიპის ვირუსია და საერთოდ საშიშია, საერთოდ გრიპით დაავადებული ადამიანი, რომელიც აღნიშნეთ, შეიძლება ლეტალური შედეგითაც კი დამთავრდეს, მაგრამ
ეს რა ტიპის ვირუსთან აქვს საქმე და რა იმათთან შედარებით რამდენად შეიძლება ეს იყოს საშიში ან უფრო ადვილად თქვათ განსაკურნებელი. მოგახსენებთ, ამ ეტაპზე, როგორც უკვე აღნიშნე, დაფიქსირებულია A ტიპის, H3 ტიპის და B ტიპის ვირუსები. H1N1 და H5N1 ეს არის, როგორც უკვე აღნიშნეთ, ღორის და ფრინველის გრიპი, რომელიც უფრო განსაკუთრებით დიდი პანდემიური თვისებებით ხასიათდება, განსხვავებით ამ ეტაპზე დარეგისტრირებული A ტიპის ვირუსისა. და თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც სიფრთხილით უნდა იყოს მოსახლეობა. ვიმეორებ, რომ ამ ეტაპზე ღორის გრიპი, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი და ფრინველის გრიპის ლაბორატორიული დასტური არ გვქონია. გვაქვს AH3 ვირუსის ქვეტიპის შემთხვევა. გრიპის გამომდინარე იქიდან, რომ გრიპის სეზონი წინ არის, შესაძლოა თავი იჩინოს სხვა ქვეტიპებმაც, მაგრამ სტატისტიკური გათვლით ცნობილია, რომ ამ სეზონზე არ ველოდებით სხვა უფრო პანდემიური გრიპის გამომწვევი ვირუსის გამოვლინებას. და სწორედ ამიტომაც იყო, რომ ის ვაქცინა, რომელიც შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ, მასში სწორედ AH3 B ტიპის ვირუსების კომბინაცია იყო. ანუ სტატისტიკურად წინასწარ ითვლება, თუ იმ სეზონზე მოცირკულირე ვირუსი რა ტიპის იქნება და შესაბამისი ვაქცინა მზადდება. ისე რომ მოსახლეობა შეიძლება იყოს მშვიდად ამ ეტაპზე. არ არის მოსალოდნელი პანდემიური გრიპის გავრცელება, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ არ მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, რასაც გვაწვდიან დაავადებათა კონტროლის ცენტრი და შესაბამისი ორგანოები და უნდა ვიყოთ მაინც ფხიზლად, რომ თავიდან ავიცილოთ ის სერიოზული გართულებები, რაც ხშირად მოჰყვება ხოლმე გრიპს. კაპიტან ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გრიპი საშიშია იმ მოხუცებისთვის, პატარა არასრულწლოვანი ბავშვებისთვის, ასევე ვისაც რისკ ჯგუფს მოიაზრებენ, ეს არის თქვა დიალიზზე მყოფი და სხვადასხვა ადამიანები და იქვე თქვენ ხაზი გაუსვით, ვისაც იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვს. დაავადების შემთხვევაში კი თქვენ აღნიშნეთ, რომ უნდა მიიღოს მედიკამენტები, უნდა იმუნური სისტემა გაიძლიეროს, მაგრამ აი პროფილაქტიკის მიზნით ზამთრის პერიოდში მაღალკალორიული, ახლა ჩვენ ყველას ვერ მოვთხოვთ, რომ მაღალკალორიული საკვები მიიღოს, იმიტომ რომ დღეს ჩვენთან არის გაჭირვება, პრობლემები მეტია და აი ვიტამინები ან ნახევრად ვიტამინებით, რაღაც განსაკუთრებული კომბინაციები ექიმის რჩევით შესაძლებელია, რომ ადამიანმა გაიძლიეროს ორგანიზმი. თქვენ აღნიშნეთ ფიზიკური აქტივობა, თუნდაც იგივე გამაჯანსაღებელი ის, მაგრამ ყველას არ ხელეწიფება ეგ და აი დანარჩენი რა შეიძლება კიდევ რომ ადამიანმა ამ შემთხვევაში დაიცვას თავი. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მაქსიმალურად ეცადოს იკვებოს სრულფასოვნად, რათა აღიდგინოს ორგანიზმში ის ბალანსი ვიტამინებისა და მიკროელემენტებისა, შეივსოს იგი, რომელიც გაუმკლავდება ადვილად იმუნური სისტემის გაძლიერების ხარჯზე, გაუმკლავდება ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას. სასურველია, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხრიდან თუ მიუწვდებათ ხელი შეიძინონ ვიტამინი, ეს ინდივიდუალური მიდგომაა ზოგადად, პირიქით გაუძლიერებს ადამიანს იმუნურ სისტემას ამგვარი მიდგომა, თუმცა მაინც მე ურჩევდი, რომ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით მიმართოს ამგვარ ქმედებას. საინტერესოა და არის კიდევ ასეთი რომ საერთოდ ცნობილია, რომ დაინფიცირების შემთხვევაში ექიმების რეკომენდაცია, რომ არ გვინდათ აჟიოტაჟი, არ გვინდათ თქვათ განსაკუთრებულად რაღაც ზედმეტად მედიკამენტების მიღება, იმიტომ რომ ვირუსს გააჩნია თავისი ინკუბაციის პერიოდი 4 დღე, 5 დღე და შესაძლებელია შემდგომ თავისითაც გავიდეს, თუ კი თქვენ შესაბამისად ხელსაც შეუწყობთ. არის. აი ამ არსებულ გრიპს, რომელიც დღეს არის, რა ინკუბაციის პერიოდი გააჩნია და როდის შეიძლება რომ თქვათ ადამიანმა თქვას რომ აი მე-4 დღეს, მე-5 დღეს და რამდენად შემდგომში არის უკვე გრიპ გადატანილი ადამიანის საშიში სხვა პიროვნებისათვის. ბატონო, მოგახსენებთ ესე იგი მოსახლეობისთვის განმარტოთ ინკუბაციური პერიოდი რა არის, ეს არის ფარული პერიოდი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს ფარულად და კლინიკური სიმპტომები უკვე მოგვიანებით ვლინდება ხოლმე. საინკუბაციო პერიოდი ახასიათებს ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას და არც გრიპია გამორიცხული ამ
კუთხით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გრიპის ვირუსი ძალიან სწრაფად მრავლდება, მისი საინკუბაციო პერიოდი შედარებით სხვა ინფექციურ დაავადებებთან ხანმოკლეა. ეს არის რამოდენიმე საათიდან დაახლოებით 3-4 დღე, საშუალოდ 2 დღე. ინკუბაციური პერიოდის შემდგომ უკვე გამოვლენებიდან ადამიანი უფრო გადამდებლობა როგორია ახლა ალბათ საინტერესოა მოსახლეობისთვის. გადამდებლობა ძირითადად საინკუბაციო პერიოდის ბოლო 1 დღიდან კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან 5-7 დღის განმავლობაში არის უფრო აქტიური. თუმცა პრაქტიკულად მე-5 დღიდან უკვე პაციენტის ამონასუნთ ქაერში ვირუსის კონცენტრაცია იკლებს და ამდენად უფრო შედარებით ნაკლებ საშიში ხდება იგი გარშემო მყოფებისთვის. ეს რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იღებს სწორედ იმ 7 დღეს ინფიცირებიდან მოსახლეობის რეკომენდაციებში, როცა მაქსიმალურად მაღალია ვირუსის კონცენტრაცია ამონასუნთ ქაერში. და სწორედ ეს ეს პერიოდი, თავშეკავების პერიოდი მოსახლეობისთვის, რომ დარჩეს სახლში და თავიც დაიცვას და გარშემომყოფებით, სწორედ განსაზღვრულია ეს 7 დღე აქედან გამომდინარე. და შემდგომში უკვე სრულიად უსაფრთხოა ალბათ, რომ ძალიან საინტერესო და არის კიდევ ერთი, რომ ჩვენ საეთერო დრო იწურება, მაგრამ მინდა მოსახლეობა დავამშვიდოთ. პანიკას არ ახუნენ და რას ურჩევთ თქვენ, რომ რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენ ამ ვირუსიდან თავი ყოველთვის დავიცვათ. დღეს ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები და შესაბამისად სამედიცინო პერსონალი თავისი მედიკამენტებით მზად არის იმისათვის, რომ შემთხვევაში ეხლა არის პანიკა განსაკუთრებით მშობლებში, რომ აი სკოლაში, არასრულწლოვან და დაწესებულებებში ბავშვები არ მიჰყავთ, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ ეს ვირუსი მათ არ შეხვდეთ. ამიტომ დავამშვიდოთ, ავუხსნათ და რჩევები ბოლოს თქვენი ექიმის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხალხში პანიკა არსებობს და ალბათ იარსებებს კიდეც, თუმცა ჩვენი ძალებით შევეცადოთ, რომ მივცეთ მათ დამშვიდების საშუალება და მოუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომ აუცილებლად მივყვეთ ნაბიჯ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს და ჟღერდება ჩვენი ცენტრალური ტელევიზიის თუ ჩვენი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გამოშვებებში და ამგვარ ჩვენ ჯანმრთელობის მსგავს გადაცემებში მივყვეთ ნაბიჯ ამ რეკომენდაციებს და ამით თავსაც დავიცავთ და დავიცავთ გარშემოყოფებს ყველას განსაკუთრებით. და გამტონlega დამთავრდა ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო და ბოლოს რამე ხომ არ გამოგრჩა, რომ სიახლე ისეთი, რომელიც შეიძლება მათთვის საუცილებელი იყოს. ჩვენ არ გვისაუბრია გართულებებზე, გრიპის მიერ გართულებებზე, რაზეც დიდი აქცენტია გასაკეთებელი, იმიტომ რომ გრიპი ხშირ შემთხვევაში რთულდება სხვა ინფექციით, სხვადასხვა ორგანოს ინფექციით და ამიტომ საყურადღებოა და ყურადსადღებია და მის მიდგომა გრიპის მიმართ, რომ თავი დავიცვათ გრიპისაგან, მოსახლეობისთვის უფრო აქტუალური უნდა იყოს. გართულება შეიძლება იყოს სინუსიტი, ფრონტიტი, ყურის ანთება, შეიძლება იყოს თირკმლების დაზიანება, ცენტრალური ნერვული სისტემა მათ შეიძლება ჩაითრიოს გრიპმა, ამდენად ვეხუმრებით გრიპს, იგი საკმაოდ სერიოზული დაავადება, რომელიც სამწუხაროდ გარკვეულ დაგვიანებულ შემთხვევებში ლეტალობით სრულდება, რომ აღარაფერი ვთქვათ თვითონ იმ ვირუსზე, სპეციფიკურ ვირუსზე, რომელიც ვიცით რომ იწვევს ლეტალურ შედეგებს და სიკვდილიანობას. გასაგებია, დიდი მადლობა. პაციენტო ტელემაყურებლებო, მინდა შეგახსენოთ ისევ, რომ გადაცემა ჯანმრთელობის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდინოსლის სარძევე ჯირკვლები, სადაც უნდა მიმზადდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონების საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა, 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა, 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ცხადია ეს ყველაფერი უფასოდ. აქვე გახსნა და ფუნქციონირებს დიალიზის
ანესთეზიის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. შესაბამისი კუთხით დაავადებული შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ მკურნალობა. მე წარმოგიდგენთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჟამთველობის დაცვის სამსახურის ექიმი კაპიტანი ეკა ბურდიაშვილი. კაპიტანი ეკა, მადლობა აქ მომბრძანებისათვის. იმ საინტერესო საუბრისათვის, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ ცოტა დავმშვიდდეთ, შევეგუოთ იმას, რომ ეს ჩვეულებრივი სეზონური მოვლენა არის და უნდა მაქსიმალურად შევძროთ, რომ თავიდან ავიცილოთ, მაგრამ შემთხვევის შემდგომ თუ ადამიანს მაინც ეს ვირუსი აღმოაჩნდა, არის საშუალება იმისა, რომ დროულად ჩაიტაროს მკურნალობა და ის სავსებით და სრულიად ჯანმრთელად გამოჯანმრთელდეს. და ალბათ ჩვენ შევძელით ის, რომ ჩვენს ტელემაყურებლებს მივაწოდეთ სწორი და ზუსტი ინფორმაცია, რომ პანიკას არ აყვნენ, რომ ყველაფერი ჩაივლის ჩვეულებრივად როგორც სხვა დროს და ისინი იქნებიან ჯანმრთელები და ბედნიერები. მინდა თქვენთან ერთად კი დავემშვიდობო ტელემაყურებლებს, უსურვო ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, ბედნიერება და წინასწარ ისევ მივულოცოთ ახალი წელი და ჩვენი გადაცემის მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი.